კავშირი ქართული საბრძოლო ხელოვნება დღესდღეობით ორგანიზაცია, რომელიც წლების მანძილზე ქართული საბრძოლო ხელოვნების პოპულარიზაციას ეწევა მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. სოფელ ზარაჩი მამა იოანეს ინიციატივით გაიხსნა ქართული საბრძოლო ხელოვნების კიდევ ერთი ჯგუფი, რომელიც მომავალი თაობის, ძლიერი, სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი ქართველების აღზრდის ადგილი არის. რწმენამ და ძალამ, ერთად მართლმადიდებლობამ და საბრძოლო ხელოვნებამ კიდევ ერთ ადგილას დაიდო თავისი სამკვიდრებელი და ეს ადგილი იმერეთის ულამაზესი კუთხე ზარათი არის. სადღაც სიმბოლური არის ისიც, რომ ჯგუფი მამა იოანეს ინიციატივით გაიხსნა. ვაშა კობახიძის თქმით, რომელიც ქართული საბრძოლო ხელოვნების თავმჯდომარე და დარბაზის თავი გახლავთ, ქართველებს აქვთ ისრისის შენახვაც და გაფრთხილებაც ქართველისთვის ღირს. საბრძოლო ხელოვნება სხვა ხელოვნებათა შორის ისეთივე კულტურის ნაწილია, როგორც ქართული ცეკვა და ქართული სიმღერა. საბრძოლო ხელოვნების წევრი კი არის ადამიანი, რომელიც ყველაფერს სხვასთან ერთად იმ კულტურის მატარებელია, რომელიც მისი ქვეყნის ფასეულობას წარმოადგენს. იმიტომ რომ ადრე როცა ქვეყანა გვქონდა ჩვენ საქართველოს ყველგან სწორედ საბრძოლო ხელოვნება თვითონ არის სკოლა. ეს მარტო მებრძოლი არ არის ცარიელი და მარტო მეომარი არ არის, რომ ვიღაცა მოკლას და ვიღაცა დაამტვრეს. აი ადამიანი რომელიც რაღაც კულტურას ატარებს და რომელიც იცავს ამ კულტურას. იგივე იმ შემოსევებისგან, იგივე ეს წმინდა ხატების დაცვა იქნებოდა ეს თუ საეკლესიო თილოთრო ეს შევინარჩუნოთ და რაღაცნაირად დღევანდელობას მოვარდოთ. ამისთვის ერთ-ერთი სფერო, რაშიც შეიძლება ეს ქართული საბრძოლო ხელოვნება დაუშვათ დაინტერესება იყოს და რომ გამოძრავება და რაღაც საერთაშორისო არენაზეც რომ გავიდეს და ჩაკეტილი არ იყოს. ეს ერთ-ერთი არის თეატრი, ქართული საბრძოლო ხელოვნების თეატრი, რომელიც ჩამოაყალიბეთ ჩვენ და წელიწადში ერთხელ გვიწევს ხოლმე ყოველთვის წასვლა და სადღაც ეს ბიჭები ყველა ჩვენ მეც მათ შორის ამ თეატრის წევრები ვარ, ჩვენ მარტო თეატრში არ ვარ. და მეორე მხარე არის აუცილებლად სპორტი, რომელიც უნდა გამოვიტანოს. სპორტი არის გასავლელი გზა ნებისმიერ მებრძოლისთვის. თუ არ არის ის მინიმუმ სპორტსმენი მაინც უნდა იყოს, რომ მე იმან მებრძოლებაზე ილაპარაკოს რა. ჩადოვდნენ ზეთში და ზეთიანი და ჩაკი მიდიოდა ბრძოლა. იყოს დადასტურებული ასეთი ფაქტები. განსაკუთრებული ბრძოლა იყო. ერეკლე ნიკაბაძე კავშირი ქართული საბრძოლო ხელოვნების ხელმძღვანელი არის იმერეთის რეგიონში. ის ცდილობს კავშირი ქართული საბრძოლო ხელოვნების რიცხვს, რაც შეიძლება მეტი ქართველი შესძინოს, რომელიც ქართული კულტურის და მათ შორის ქართული საბრძოლო ხელოვნების კარგი დამფასებელი იქნება. უელესი მებრძოლი იყო ეგის და უსჯენდნენ ოსტატს ყოველთვის და ქონდა ერთ-ერთ სხვა ოსტატს ასეთი თვისება. რომ დალებდა ვინოს ხანძი, აი ეს უფრაზე idi. ხანძი ესრულებოდა. თუ ესე კი ხანძისკენ წავიდა. არის რამოდენიმე ტექნიკა ეს ხევსურეთში არის ხევსურული კეჭნაობა დაარქვეს ამას, რომელსაც ჭრაჭრილობა ერქვა სინამდვილეში. ეს კეჭნაობა ფარი და ხმალი არის ყოველთვის ერთად და ერთმანეთს არასდროს არ ცილდება. ეს დაახლოებით არის სავარჯიშო შესამზადებელი ვარჯიშია იმისათვის, რომ შეეძლო მოწინააღმდეგის მოძრაობა იფარიკაო. არის ხვისჭერის ხო ესეთ ჩვეულებრივად ესე უკვე უმაც ეჭირათ ხოლმე და ისე უყავდნენ ერთმანეთს და არის ეს შემთხვევები, როცა ეს საკეთებდა. ამის თავარი მიზანი ის იყო, რომ მოწინააღმდეგე რაც შეიძლება არ დაეზიანებიათ, ერთმანეთს დაჩეხავდნენ, მერე ერთად უნდა ეუბნათ, არ გამოვიდოდა. ეს არის იარაღთან შეჩევა, ხმლის მოძრაობები, თვითონ მოძრაობების დახვეწა.
როცა ხმალი გალესილი არის უსწრენს ხოლმე ხანდახან კარგად გალესილი ხმალი თუ არის და ეს სწრენის ხმა ისმის ხოლმე ესეთი ჰაერის ჭიდი ესეთი ჭიდაობა არის მაჯურა ჭიდაობა ხელის ჩამორთმევი ჭიდაობა ერთი ხელი ზურგს უკან არის გაგრული ერთი ხელი აქ მუშაობს ერთი საქართველოში დამკვიდრდა აზრი რომ ქართველებს მარტო ქართლ-კახური ჭიდაობა ჰქონდათ მაგრამ ექსპედიციების შედეგად აღმოჩნდა რომ გარდა ქართლ-კახურისა ჭიდაობის ბევრი სხვა სახეობა არსებობდა საქართველოში და ჭიდაობა სახელიც კი გვიან პერიოდში არის შემოსული ადრე ჭიდაობა ეწოდებოდა ადამიანის და ცხოველის ორთაბრძოლას ხოლო ადამიანის ორთაბრძოლას ადამიანთან კი რკინება ეწოდებოდა ჭიდება არის მხეცი და კაცი რა შეიჭიდან გინა მხეცი და მხეცი ანუ პირუტყვი ხოლო კაცი კაცს არა ეჭიდებოდა რკენა ეწოდების ამბობს ისტორიული წყარო რკინება ისტორიულად დიდად განსხვავდებოდა იმ ჭიდაობისაგან რომელსაც ჩვენ დღეს ვხვდებით ძველ ჭიდაობაში მრავლად იყო ისეთი ილეთები რომელიც ძალიან ტრავმატული იყო და დარტყმით ხასიათს ატარებდა არსებობს ძველი კახელი მოჭიდავის ჩანაწერი სადაც იწყება იმ ძველი ტრადიციების შესახებ თუ როგორი იყო ჭიდაობა ადრე მისი თქმით დაშვებული იყო ხელის დარტყმები თანაც ისეთ ადგილებში როგორიც არის ყელი ანუ დღევანდელი ჭიდაობა ადრინდელი რკინების ნაწილი იყო რომელსაც დღევანდელმა გასპორტულებამ სრულიად შეუცვალა ხასიათი და იერსახე მაჯურა ჭიდაობა ცალხელა ჭიდაობა მესხური ჭიდაობა რომელშიც დაშვებულია ჭიდაობა პარტერში ქართლ-კახური ჭიდაობა რა თქმა უნდა სვანური და რაჭული წელში ჩავლებული ჭიდაობა გურური ზურგშექცევით ჭიდაობა და კიდევ სხვა სახეობები განსხვავდებოდა ფორმით ერთმანეთისგან და აქედან გამომდინარე ილეთებითაც მაგრამ ისინი ყველა რკინების ნაწილი იყო რომელიც მეომრის აღზრდას ჩამოყალიბებას და საბრძოლო დინამიკის და უნარჩვევების გამყარებას ემსახურებოდა ის ორთაბრძოლის სახეობები რომლებიც კავშირი ქართული საბრძოლო ხელოვნების ჯგუფის წევრებმა წარმოადგინეს ქართული კულტურის ძირძველი ინფორმაცია არის ეროვნული სახეობებიდან ხევსურული ფარიკაობა, ხმლის ტორღვება მღერება, თუშური ფარიკაობა, მაჯურა ჭიდაობა, ცალხელა ჭიდაობა, საბრძოლო ჭიდაობა, კრივის ელემენტები და სხვა იმ ეროვნულ საბრძოლო ხელოვნების ცოდნას წარმოადგენს, რომელიც ქართველებს არაერთგზის გამოუყენებიათ მტრის შემოსევების დროს. ეს სახეობები იყო სწორედ ის მოძრაობაში ეკონომიური და ამავდროულად ბევრი შედეგის მომტანი სახეობები, რომლებიც ავად თუ კარგად ქართველების როგორც ერის დამცველობით ფუნქციას წარმოადგენდა. იმერეთის რეგიონი ერთ-ერთი ძლიერი კუთხე იყო საბრძოლო კუთხით. მართალია ბევრი რამ დაიკარგა, მაგრამ ექსპედიციები უწყვეტად მიმდინარეობს ამ მიმართულებით და ერთიანობით, სიბრძნით, სამართლიანობით და ძალით, რომელიც კავშირი ქართული საბრძოლო ხელოვნების მიმართულება არის, ქართული საბრძოლო ხელოვნება მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს სხვა მსოფლიო საბრძოლო ხელოვნებათა შორის. Delia,